სიკო გამარჯობა. გამარჯობა დავით, მიხარია თქვენი ნახვა. დავწუნებული ვარ ქართველმა. შეიძლება რომ შენობით მოგვართო? ასაკვირველია შეიძლება. ხო, და პირველ რიგში მინდა ჩემ პატივისცემა გამოვხატო შენსადმი და შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ამას ნამდვილად ვაშკაცობა ჭირდებოდა. ამისთანაც ზეწოლის ქვეშ ესე მოქმედება და მუშაობა. მადლობა დათო, მეც პატივისცემას გიდასტურებ. იმიტომ რომ მე ხომ მიხარია ახლა თქვენი ნახვა. დარწმუნებული ვარ მაყურებელსაც ძალიან გაუხარდება, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ყველაზე საინტერესო ტელეწამყვანი იყავი წლები უყურებდა მთელი საქართველოს პოსტსკრიპტუმს. და გვაკლიხარ სამწუხაროდ როგორც მედია სივრცეს, ასევე საქართველოს. დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება მიმდინარე პროცესები, მოვლენები. და მთავარი თემა არის მე მგონი დამეთანხმები რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ესეთ მდგომარეობაში ქართული მედია არ ყოფილა, განსაკუთრებით იმ კუთხით რომ ყავს პირველი პოლიტპატიმარი ქალი. შეიძლება საზოგადოების ნაწილი გარკვეულწილად ისევ და ისევ მედიის დამსახურებით მიიჩნევს და აცხადებს რომ ამ ადამიანმა ისეთი მოქმედება ჩაიდინა რომ იგი იმსახურებდა სასჯელს. თუმცა იურისტები, სპეციალისტები ყველა თანხმდება, რომ ამ ქმედების კვალიფიცირება სისხლისამართლის დანაშაულად ყოველად გაუმართლებელია. შესაბამისად, ჩვენ სახეზე გვყავს ადამიანი, რომელმაც ღირსეული საქციელისთვის, მე ესე ვიტყვი, ამდენი ხანია უკვე მას უწევს გამკლავება საკმაოდ სერიოზულ გამოწვევებთან. იყო შიმშილობის ხანძლივი მომენტი, რომელმაც ძალიან იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე. ასევე არის პრობლემები, კიდევ რომელიც არ არის ამოწურვილი. დავით ზია ამაღლობელი. ადამიანი, რომელიც არის ქართული მედიის სახე და იმედი, რომ შეიძლება ვინც ნიჰილისტურად არის, მასში კვლავ გაიღვიძოს იმ იმედმა, რომ არა, არსებობენ პრინციპული ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან საკუთარ პროფესიას, ასევე ეს ადამიანები გვაძლევენ მაგალითს. სიძლიერის მაგალითს და უდრეკელობის მაგალითს. შენთვის მზია ამაღლობელი და ის საქმე, რომელიც მის გარშემო ახლა ვითარდება. გეთანხმები ყველა სიტყვაში და წინადადებაში ერთს აღნიშნავ, რომ ეს არის ადამიანი, პროფესიონალი, რომელმაც როგორ ვთქვა, თავი შექმნა და ბრწყინვალე პროექტები განახორციელა. ერთ-ერთი სამაგალითო და ჩემთვის ყოველთვის ესეთი ბათუმელებიდან ეტგაზეთი იყო ადგილისად შემიძლია ინფორმაციის გადამოწმება და რეალური ამბების გაგება. ხანდახან მშურდა კიდევაც. და მართალი ხარ ეს ქალბატონი, ჩვენი კოლეგა გმირია მართლაც სამწუხაროდ ვიცი, აქედან ხანდახან რო გითხრა სოფლიოში ალბათ ბევრი პრობლემაა და საქართველო არ არის დედამიწის ცენტრი ყველასათვის. ხა ჩვენ გასაგებ ჩვენთვის ეს ჩვენი სამშობლო არის და რაღაც ამბების სპორადულად მოდის ხოლმე, რომელიც აი საზოგადოების ყურადღებაში ექცევა. და აი სამწუხაროდ აი ბოლო პერიოდი არის ძალიან უარყოფით კონტექსტში მოიხსენიება საქართველო და ზია ამაღლობელის ეს მაგალითი ერთ-ერთი ესეთი მაჩვენებელი არის, რომ რაღაც საქართველო და მისი ხელისუფლება არასწორი გზით მიდის. არ დარჩა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც არ დაეგმო ზიას დაპატიმრება და საზოგადოებისთვის და პროფესიონალური თანამეგობრობისთვის, ახლა ვინც მედიაზე თუ ვსაუბრობთ, იგივე პოლიტიკოსებში ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის უსამართლოდ დაჭერილი, იმიტომ რომ ერთი არის, როდესაც შენ ახლა კონტექსტიდან ამოგლეჯილ კადრს უჩვენებ, როგორ ის სახეში ურტყავს პოლიციას და მეორე არის კონტექსტი, რა ხდებოდა მანამდე, როგორ ამცირებდნენ ამ ადამიანს, როგორ ძალადობდნენ მასზე და მგონია, რომ ეს ძალზე არასწორი ნაბიჯი არის და გეთანხმები ეს ადამიანი ჩვენთვის მაგალითია და ბევრისთვის, მარტო ჩვენთვის არა, ყველა ჩვენი კოლეგისათვის. ბევრი ერთ-ერთი სამაგალითო ადამიანი, რომელიც ებრძვის უსამართლობას და ყოველთვის ებრძოდა. აი მაგაშია მთელი ამბავი, რომ ამ ადამიანს ხინჯი არ აქვს ამ შემთხვევაში. იყო ასლან აბაშიძის დროს
ხელისუფლების კრიტიკებელი იყო ასევე უკვე შემდეგ ნაციონალური მოძრაობის დროს ახლაც აგრძელებდა და როგორც ჩვენც აღნიშნე, ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის, როგორც ნეტგაზეთი, ასევე ბათუმელები, იყო ის ადგილი, სადაც ყოველთვის შეიძლება ფაქტების გადამოწმება და ასევე იმ ინფორმაციის მოძიება, რომელიც სხვა მედია საშუალებებში არ არის. ის როგორც ექცევა ახლა სისტემა მზია ამაღლობელს. რას ნიშნავს? როგორ უნდა წავიკითხოთ ეს? სისტემა შეშინებული არის. სისტემას უნდა რომ გარკვეული გზავნილები გადმოგვცეს მედიის წარმომადგენლებს, საზოგადოებას. რას კითხულობ შენ? აი იმ ქცევაში ერთი არის რომ პოლიცია როგორ იქცეოდა, მეორე არის სასამართლო პროცესები როგორ წარიმართა და ახლა მაგალითად ბევრი საუბარი ისმის დიცულოვნებაზე და სულ ქართველობაზე არის ტრადიციებზე ლაპარაკი. მე ერთი პირდაპირ ეთერი გამოვიყენე და მიხეილ ყაველაშვილს მივმართე, რომ მას აქვს თურმე აღმოჩნდა და მიმართვის გარეშე შეუძლია მაგალითად მან შეიწყალა ორი პოლიტიკოსი და შეუძლია მიმართვის გარეშე შეიწყალოს ადამიანი. მე მას მიმართე და მოუწოდე რომ შეეწყალებინა მზია ამაღლობელიც. თუმცა ეს აქამდე არ არის გაკეთებული. და აი ყველაზე დაბალი რგოლიდან ყველაზე მაღალ რგოლამდე გვაქვს ერთ და იგივე პოზიცია. მზია ამაღლობელი დღემდე რჩება ციხეში. რაზე მეტყველებს ეს შენთვის სისტემის კუთხით? და მე აღნიშნავდი რომ სამწუხაროდ არა მხოლოდ მზია ამაღლობელი, ბევრი ასეთი უსამართლო დღეს იტანჯება და პატიმარია და შენ მართალი ხარ რომ ეს დიდწლოვანი ნაბიჯი იქნებოდა ეს ადამიანი რო შეეწყალებინათ, მაგრამ სამწუხაროდ მე ვფიქრობ რომ მისი დაპატიმრებით დღევანდელ ესე იგი დე ფაქტო ხელისუფლებას უნდა და ერთი ეჩვენებინა რომ იცი რა მე შემიძლია ყოველ დღე ვიძალადო შენზე გირტყა დაგამცირო და შენ ხელის შებრუნება არ შეგიძლია ეს ერთი გზავნილი და მეორე გზავნილი თუ შენ ხარ პროფესიონალი და ცდილობ რომ სიმართლე თქვა კორუფციას ებრძოლო აი შენ ესე დაგიჭი რაღაცას გიპოვი პროვოკაციაზე წამოგიკიდებ და მე ჩაქსვავ და აი მორჩა სამართალი არ არსებობს ვინც არ გინდა ამაზე ილაპარაკოს უცხოეთში თუ შიგნით თუ გარეთ აი მე ესე ვიქცევი და ეს ძალზე სამწუხაროა და ამას ისეთი სუნი ազდის რომ საქართველოს ესეთი სამოქალაქო დაპირისპირებისგან მიექანება და თითქოს აღარავის აღარ უნდა უკან მოხედვა და გაჩერება და არა და მე და შენ ისეთი თაობის ადამიანები ვართ რომლებსაც 90-იანები გვახსოვს ხომ რომ როდესაც მაშინაც ვერ გამოვძებნეთ ჩვენ ისეთი გზები რომ ამისთანა პატარა ქვეყანაში რომ სადაც თითქმის ყველა გადანათესავებულები ვართ ჩვენ და ერთმანეთის ახლობლები და მეგობრები თითქოს და ვერ გამოვძებნეთ ისეთი გზები რომ საკუთარი დედაქალაქი არ დაგვეწვა ხო საკუთარი ძმები არ გვეხოცა და თითქოს ეხლა აი ის თაობა ჩვენი თაობა ეხლა მე უკვე 60 უახლოვდები მალე თითქოს თავის შვილიშვილებს და შვილებს გადაულოცა ეს ზიზღი ეს რაღაცა ძალადობისკენ მოწოდება და ისე გვიბიძგებენ რომ აი ქუჩაში გავიდნენ და ის ახალგაზრდები რომლებიც ეხლა უნდა ისწავლონ შემოქმედები იყვნენ განვითარდნენ ხდებიან რა ვიცი ქუჩაში მებრძოლები და ეს ძალზე სამწუხაროა და აი მგონია რომ პირველ რიგში და უმთავრესად ხელისუფლება უნდა გონსმოებოს და ეს რეჟიმი თუ ვინც არიან და ცოტათი წარსულს შეხედონ და მომავალზეც გაიხედონ თავის შვილებზე იფიქრონ ხო რა ქვეყანაში გაიზრდებიან და მგონია რომ აი აქაც მზია სამაგალითო ადამიანია რომელსაც შეუძლია ეს რაღაც მიმტევებლობა მე ხშირად უცქერდი ჩვენ სახში ვიჯექი და სასამართლო პროცესებს და ნამდვილად ღირსეული ადამიანია ის როგორ იქცეოდა რა გზავნილებით გამოდიოდა და კიდევ ერთხელ მინდა ჩემი პატივისცემა დაუდასტურო მას. დავით მზია ამაღლობელის მაგალითმა მე პირადად სტიმული მომცა ის სტიმული რომელიც ბოლოს უკვე მაგალითად ჩვენი პროფესიის მიმართ გარკვეული სკეპტიციზმი მქონდა. რომ საქართველოში ჟურნალისტიკა და მედია ვეღარ მუშაობს. ვეღარ მუშაობს საზოგადოების საყოველთაო სიკეთეზე ორიენტირებულად. როგორ ფიქრობ, რა გამოწვევებს აჩვენებს მზია ამაღლობელის საქმე და რა საჭიროებებს ქართულ მედიაში?
შენ კარგად იცნობ ქართულ მედიას, არაერთი წელი იმუშავე და მაინტერესებს დღევანდელ ქართულ მედიას როგორ აფასებს, მათ შორის იმას, რომ მე შემიძლია ვთქვა, რომ კი დიდი ნაწილი ვარ ჟურნალისტების, რომლებიც ერთსულოვანები ვართ ამ ზიას შემთხვევაზე, თუმცა მაინც ერთიანობა შეიძლება ითქვას ბოლომდე ამ საკითხშიც არ არის შენარჩუნებული. მართალი ხარ, ძალზე სამწუხარო, მე უნდა ვაღიარო, რომ ეხლა ისე თითქოს როგორ ვთქვა, ფრონტის ორივე მხარეს ვიყავ, იმიტომ რომ ერთი პერიოდი რუსთავიერი იყო თავის დროზე ოპოზიციური ტელევიზია, შემდეგ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული, მე ისევ ოპოზიციაში გადავიდა და ისევ მე ერთი რამ მტკივა, რომ ეს ერთიანი სივრცე დაიკარგა ქართული ჟურნალისტიკის, ისევ არის რაღაცა ბანაკებად დაყოფილი მედიები, სადაც ადამიანები გამოდიან თავის იდეებს გამოთქვამენ, მაგრამ ეს დიალოგის ერთიანი სივრცე არ არის სამწუხაროდ და ეს მე საზოგადოებაზე ფაქტიურად აისახება, არსად არ არის მოედანი, სადაც შეიძლებოდა ამ დიალოგის აწყობა და შენ მართალი ხარ, საზოგადოებრივი ტელევიზია ერთ-ერთი შანსი იყო, რომ ეს სივრცე შექმნილიყო და ხელისუფლებაზე აქაც დიდი პასუხისგებლობა, რომ მას შეეძლო ერთი პერიოდი გახსოვს, როდესაც შენ გამოხედი და აპროტესტებდი იმ სიტუაციას, რაღაცა ნაბიჯები თითქოს გადაიდგა და ხალხი შემოვიდა და რაღაც იდეების გაცვლა დაიწყო და რაღაცა სივრცე თითქოს იქმნებოდა, მაგრამ იქაც მე ეთყობა მიხვდა ეს არსებული ხელისუფლება, რომ რეგიონებში გავიდა და რაღაც არ მოეწონათ და ესევე ჩაახშეს და ეს სამწუხაროა და მე მინდა მოუწოდო ჩემ კოლეგებს, ვინც ახლა თითქოს ხელისუფლებას რაღაც ეხმარებიან, რომ მე მახსოვს ეს ადამიანები, გახსოვს შენ სამწუხარო ეს იმედის დარბევის ამბავი იყო და იმის მერე რაღაც პერიოდი გავიდა და მათთან სტუმრად მივედი, რაღაც გარჩევა იყო ამ სიტუაციის, როგორც რუსთავიორის წარმომადგენელი და მაშინ ბევრი მწარე სიტყვა მოვისმინე, მიუხედავად იმისა, რომ იქვიდექი იმ დარბევის დროს. ხო, ბევრი მწარე სიტყვა მოვისმინე, მაგრამ ეხლა რო უყურებ იმ ადამიანებს, ვინც მე მაშინ მაკრიტიკებდა და რა ვიცი, რას არ მიწოდებდა, დღეს იგივეს იმეორებენ უარეს თუ არა და ეგ არის საშინელება და მგონია, რომ ჩვენი ეს თანამეგობრობა, ხო, ჟურნალისტების, ვინც მედიაში მუშაობთ, რაღაცა გონს უნდა მოვეგოთ. და რაღაც სივრცე უნდა შექმნათ, სადაც შეიძლება დიალოგი მოხდეს და რაღაცა საკითხები გადაწყდეს. ეს ერთი და მეორე, რაც მე მაწუხებს ცოტათი. მე კი მესმის, რომ საქართველოში სარეკლამო სივრცე მცირეა, ხელისუფლების ამ მოქმედებებმა საერთოდ მოკლა ფაქტიურად დამოუკიდებელი მედიის დაფინანსების წყაროები შეუძლებელია, მაგრამ მაინც მინდა ჩემ კოლეგებს, ვინც დღეს მუშაობენ და რაღაც უნდა გააკეთონ, რომ ისევ და ისევ მინდა, რომ პარტიული და პოლიტიკური გზავნილების იქით ადამიანებიც გამოჩნდნენ, ჩვეულებრივი, რომლებსაც ბევრი რამე აწუხებდა, არა მხოლოდ პოლიტიკა. და რაღაცნაირად მათზე ილაპარაკონ, მათგან გახსნილი პრობლემები უფრო სწორი იქნება და უფრო მეტ მომხრეს მოიზიდავს მგონია და უფრო კარგად შეიძლება ახსნა იმ პრობლემებისა, რომლებიც დღეს ქვეყანაში არის. იმიტომ რომ დღეს მე სულ ხედავ, რომ მხოლოდ პოლიტიკოსები ლაპარაკობენ და ხალხი რაღაცა ფონია, ან დემონსტრაციაზე ფონია, ან სადღაც ფონია ბაზრობაზე, სადაც ადამიანის ხუი ცუდად ავარ და არა მაქვს შემოსავალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რავი, ეგ ჩემი აზრი არის. ეს ფაქტიც არის, იმიტომ რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროტესტი დაიწყო სწორედ 28 ნოემბრის შემდეგ, მაშინ როდესაც ერთი მოვისმინეთ განცხადება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების საკითხი აღარ გააქტიურდებოდა 2028 წლამდე და მეორე გაბრაზებული საზოგადოება მოვიდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან და მათ მოითხოვეს ეთერი. თავდაპირველად ამ პროტესტს შედეგი მოყვა და ეს ეთერი გაიხსნა. შემდეგ ჩვენ უშუალოდ თანამშრომლებმა საზოგადოებრივ მაუწყებლის მივმართეთ მენეჯმენტს, არაერთი თხოვნა იყო, რომ არგუმენტი, რომელიც მენეჯმენტის მხრიდან მოდიოდა, რომ ახლა ჩვენ ვიმყოფებით ერთ შენობიდან მეორეში ტრანზიციის ეტაპზე და ჩვენ არ გვაქვს მატერიალური რესურსი, ან ადამიანური რესურსი, რომ ეთერი გავხსნათ, ჩვენ დავასაბუთეთ, რომ ეს შესაძლებელი იყო. სამწუხაროდ ეს სივრცე არ გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტრანზიცია უკვე დასრულდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაზე
თუ არ ვცდები დაახლოებით 130 მილიონ ლარამდე არის დახარჯული. დღემდე მაინც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოს თუ იხილავ ერთ-ერთზე წამყვანთან სამწუხაროდ ფორმატები ისე არის, რომ პოლიტიკური მანიპულაცია ვერ ხვდება იმ წინააღმდეგობას და არ იშიფრება ისე, რომ მაყურებელი შეცდომაში არ შევიდეს. სამწუხაროდ ეს ჯერჯერობით საზოგადოებრივ მაუწყებელზე გრძელდება და მრავალათასიანი მიტინგი შეიძლება გაშუქდეს ერთ წუთში და იქაც ის საზოგადოება არ ვიხილოთ, რომელიც დგას მიტინგზე. შეიძლება პოლიტიკოსი ვიხილოთ, მაგრამ აი საზოგადოება ერთი პრობლემა რომ დობა დაიკარგა უკვე და რაც არ უნდა გააკეთო, ეხლა თითქოს ხო და ერთიც არის რომ მე ხა აქედან ძალიან ვაკვირდები მედიების მუშაობას, იმიტომ რომ გონია რომ რადგანაც უცხოეთში რაღაც საქართველოს გარშემო რა ხდება, უცებად საქმის კურსში უნდა ვიყო, ვაკვირდები თურქულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ასევე რუსულ მედიას და აი რუსული მედია რაღაც სუმგონია რომ რაღაც თითქოს სამაგალითო დაფა არის დღეს გარკვეული მედია საშუალებებისთვის საქართველოში, რომ აი თითქოს ერთი და იგივე ადამიანები ერთი და იგივე წინადადებებით ლაპარაკობენ და ეს ძალზე სამწუხაროა რა, რაღაც აი პროგრამა გადაღებული, როგორ გავაშავოთ დასავლეთი, ესე იგი და როგორ ესე თქვათ, რომ აი კია კარგად ცხოვრობენ, მაგრამ აი რაღაცა პრობლემებიც არის და რატომღაც მათზე კეთდება ესეთ პედალირება და ეს ძალიან გავს ესეთ მიზანმიმართულ პროპაგანდას უკვე, ანტიდასავლურ პროპაგანდას და ეს არის საშინელება და დამღუპველი არის. დათო, შენი მყოფები ავსტრიაში. ცოტა ხნის წინ არაჩვეულებრივი ინიციატივა წამოვიდა ქართული სათვისტომოებიდან, ქართული ემიგრანტებიდან. ჩამოყალიბდა ზიას მოძრაობა, ზია ამაღლობელის მოძრაობა ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი ინიციატივა არის რომ შეიქმნას ზიას სია. სადაც მოხდება ყველა ის ადამიანი, რომელიც ფიგურირებს მის საქმეში. იქნება ის პოლიციელი, რომელიც დაკავებაში მონაწილეობდა, შემდეგ პროკურორი, რომელიც ჯიუდად ამტკიცებდა, რომ ის სისხლის სამართლის დანაშაული არის, თუ ის სრულმოწმეები, რომლებიც უკვე სასამართლოზე ვიხილეთ, მოსამართლე და ასე შემდეგ ადამიანები, მათ შორის შეიძლება თუ პოლიტიკოსები, რომლებიც უდანაშაულობის პრეზუმპციას არღვევენ. რამდენად მნიშვნელოვანი არის ასეთი სიის არსებობა, რომ აი ესეთი პირველი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში. იმისთვის რომ მყარად ჩამოყალიბდეს რაღაცა ეს მეხსიერებისთვის, შემოინახოს მომავალი თაობებისთვის, რა მოხდა, ვინ მონაწილეობდა და როგორ მონაწილეობდა. როგორ აფასებ ამ ინიციატივას? ალბათ დადებითად ერთი არავინ არ იფიქროს, რომ თითქოს ეს რაღაცა შურისძიების ის არის სია. მაგრამ ერთი ჩვენ ხომ რაღაცა განვითარებული მსოფლიოს რაღაც ამ თანამეგობრობის ნაწილი გვინდა ვიყოთ და გვინდა რომ ამ უსამართლობას რაღაც ერთიანი ძალით ვებრძოლოთ, ხო? და მგონია რომ ასეთი ინიციატივა რაც კი წინ წამოწევს ამ პრობლემატიკას და უშველის რომ ეს ადამიანები დავიხსნათ ამ ტყვეობიდან, ისინი თავისუფლები იყვნენ, შეძლონ თავის ოჯახებს დაუბრუნდნენ და შემდეგში ეს მაგალითი იყო სხვებისთვის, რომ ეს არ განმეორდეს, მგონია რომ რატომაც არა დადებითად უყურებ ესეთ ინიციატივებს, რომ თუ ეს უშველეს ამას ყველაფერს და ცოტათი ცივი შხაპი იქნება იმათთვის, ვინც მომავალშიც აპირებს ესეთი ნაბიჯების გადადგმას ჩვეულებრივ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც აპროტესტებს უსამართლობას და რაღაცნაირად თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს და იცხოვროს ბოლო-ბოლო თავისუფლად საკუთარ ქვეყანაში. ეს კამპანია მოიცავს თითქმის ყველა კონტინენტს და თითქმის ყველა სახელმწიფოს. მე ინტერნეტში შემხვდა ესეთი კომენტარები, რომ ცუდი კუთხით, რომ ერთი-ორი ადამიანი სადღაც რაღაცას აკეთებს, ეს არ არის მნიშვნელოვანი. ამ კამპანიის ნაწილი არის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, ქართველებმა მათ ხელთ არსებული რესურსი უცხოეთში გამოიყენონ, რათა ყურადღება გამახვილდეს ამ საქმეზე. მზიას კონკრეტულ შემთხვევაზე და უცხოეთიდანაც ჩვენი პარტნიორების რეაქცია იყო შესაბამისი. ადამიანები ამბობენ, რომ ერთი-ორი ადამიანი სადღაც რაღაცას აკეთებს, ეგ დიდად მნიშვნელოვანი არ არის. ახსენდება მაგალითად აი ჯერ კიდევ გასაბჭოების შემდეგ, 21 წლის შემდეგ ჩვენგან წასული ემიგრაცია, რომელიც ჩადის პარიზში და იქ შემდეგ უკვე ამბობენ ესეთ
სიტყვებს, რომ ევროპულ არისტოკრატიას ახსოვს ბრიტანეთი და აგერ ქართული არისტოკრატია, რომელიც იმყოფება საფრანგეთში. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ქართულ ემიგრაციაზე, რა ძალაზე ვსაუბრობთ, რა ადამიანებზე ვსაუბრობთ და რა ნაწილი უჭირავთ უკვე მათ თუნდაც აი შენს გარშემო ავსტრიაში და ევროპულ ქვეყნებში ვისთან შენ გაგვიხსენე. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ უკვე წამოვიდა თაობა ქართველების, რომლებიც აქ ბავშვობიდან გაიზარდნენ ან აქ დაიბადნენ, ხო? მოძლიერდა ეს ქართული სათვისტომო იგივე ევროპაში უზარმაზარი რაოდენობის სტუდენტი ჩამოდის, რომელიც აქ სწავლობს. ჩამოვიდა ადამიანები, არ მინდა რატომღაც ქართველი ემიგრანტი პატივს ყველა შრომას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონები არიან, რომელიც სახლში ვიღაცა სულიან და რაღაცა ავადმყოფობის გამო ჩამოსული ადამიანები არ, ბევრი ადამიანი მუშაობს აქ საკმაოდ ესეთი უკვე გავლენიანი პოზიციები აქვთ სხვადასხვა პროფესიებში წამყვან პოზიციებზე მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციებში და საკმაოდ ესეთი ჩვენ კაი კომუნიკაცია გვაქვს, ნიჭიერი ხალხი ვართ, შეგვიძლია რაღაც ყურადღების მიქცევა, ხო და არ დარჩა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც ქართული პრობლემატიკა არ წამოწეულიყო, მარტო აქ ავსტრიაში მაგალითად ავსტრიის ჟურნალისტთა კავშირმა თავის დროზე, როდესაც თავდასხმები ხდებოდა შენზე და შენ კოლეგებზე თბილისის ქუჩებზე საპროტესტო ნოტა გაუგზავნა საქართველოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მზიად საქმეც თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მივიდა, გაირჩა და დასკვნა დაედო, რომ ეს უსამართლობა არის. დიდი პოტენციალია და მე მგონია, რომ ჯერ კიდევ კარგად არა გააზრებული საქართველოში ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომ საკმაოდ გავლენიანი დიდი ძალა არის, რომლებიც აქ უკვე დაფუძნდნენ, თავისი საქმიანობენ, ბიზნესი აქვთ, კავშირები აქვთ და არ დაუშვებენ ამ კავშირების გაწყვეტას, არაფრის დიდებით. და ერთიც იცით რა, მგონია რომ სიგიჟე არის რა. დღეს ახლა რამოდენიმე ევროპულ ქვეყანაში რაღაცა ბრიტანეთში იყო ანტი-საიმიგრაციო საპროტესტო გამოსვლები, რომ მთელი მსოფლიოდან ევროპაში მორბიან და რაღაცნაირად ამის შეჩერება უნდა და უცბად რაღაცა ისმის, რომ საქართველოს ხელისუფლებას რატომღაც არ უნდა ევროპაში. რაღაცა მიზეზების გამო, არ ვიცი და მე რაღაც სისულელები ისმის, რომ აი ქართულობას გართმევენ და ასე შემდეგ. დახედეთ, საბერძნეთი არის მართლმადიდებელი ქვეყანა და 1001 და აბა რომელს წაართვეს ესე იგი ეროვნება და ასე. პირიქით ხდება ყველაფერი. ერთი არის რომ ყველაზე მეტად მე მგონი ევროპაში უფრთხილდებიან და იცავ. გეთანხმები, მრავალფეროვნება, ეროვნული თვითშეგნება, გაზირე პატარა ერების შენახვა და გაფრთხილება, ეს წარმოუდგენელია. ეხლა მოგწონს თუ არ მოგწონს, დღეს მთელ მსოფლიოში ევროპული სივრცე ყველაზე კარგად სოციალურად დაცული სივრცე არის. ის რაც ესე ჩვენ მოგწონს ეხლა ადამიანებს, რომლებიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მოვდივართ ეხლა. აქ არის ყველაზე კარგად დაცული ადამიანი, რომ ღირსეულად ცხოვრება შეგიძლია და ეს საქართველოსთვის შანსი შემოვიდეს ამ სივრცეში და განვითარდეს ამ გზით. ყველაზე რბილი გადასვლა შეხედეთ, აი როგორ განვითარდა პოლონეთი, რუმინეთი ან ესეთი ქვეყნები, რომელიც მაშინ სოციალისტურ ბანაკში იყვნენ, ხო? დღეს ფანტასტიკური ცხოვრების დონე აქვს და ასე შემდეგ. ცუდის პოვნა ყველგან შეიძლება, მაგრამ კარგია სამაგალითო, მაგას უნდა მიყვე და ეს გზა უნდა აირჩიო. ნიკო ნიკოლაძე ამბობდა, რომ ევროპაში მაინც არისო, კიო არისო ჩქებსო, სხვადასხვა პოლიტიკური იდეები არისო, თუმცა საქმიანი ევროპა სულ სხვა არის. საქმიანი ევროპა უფრო მეტად პოულობს იმას, რაც არის რაღაცის მომცემი და იმის განხორციელებას იწყებსო. თავდაპირველად რასაკვირველია საქართველოს ნახოთ 90-იანების დასაწყისში იყო შრომით იმიგრაცია, როდესაც აქ საერთოდ არ იყო, არც სამსახური იყო და არც რესურსი იყო, სადმე გემუშავა ანაზღაურება აქ იყო. ამ ემიგრაციის ტალღამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა. დღემდე ემიგრაციის მიერ საქართველოში გადმოგზავნილი თანხა იმ ოდენობის არის, რომ ის რომ გამოაკლო ჩვენ ბიუჯეტს, შეიძლება ზუსტად მე ახლა ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ ქართული ეკონომიკის კოლაფსი შორს არ იქნება.
თუმცა უკვე გავიდა ბევრი დრო და როგორც შენ აღნიშნე უკვე მეორე თაობის ქართველები იბადებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. არის თუ არა უკვე პოტენციალი, რომ გარდა აი ამ ფინანსური მხარდაჭერისა, ემიგრაცია უფრო აქტიურად ჩაებას და გარკვეული ინიციატივების სწორედ ემიგრაციიდან წამოვიდეს საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების მიმართულებით. სავსებით გეთანხმები, იმიტომ რომ არის როგორ გითხრა, ყველანაირი რესურსი, როგორც ინტელექტუალური, ისეთ ფინანსური რესურსი, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ იგივე შეერთებული შტატები რო აიღო. უბრალოდ ერთი არის, ჩემი გადასახედიდან შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია რომ ერთი ცოტათი მანამ ამ საკითხზე გადავალ ვიტყვი რომ აქ დაიბადა უკვე ბევრი ინიციატივა ძალზე კარგი ესეთი თუ გინდათ მაგალითი აღეთ ქარები არის შემდეგ რომელსაც ვთქვათ ეს საპროტესტო ტალღა არის ქართული სათვისტომოები რომელიც გამოდიან აპროტესტებენ და ყურადღებას იქცევენ და ბევრი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დონეზე თუ გინდათ პარლამენტებში მთავრობები რაღაც მოსმენები და კლუბებში მოსმენები გააკეთეს საქართველოსთან დაკავშირებით აქაც კი არის კავკასიური კლუბი ავსტრიის პარლამენტში სადაც რაღაც შეხვედრები იმართება ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით ეს ერთი და სავსებით შესაძლებელია ეს განხორციელდეს უბრალოდ რატომღაც ესეთი მომეჩვენა რომ აი ქართულ ოპოზიციურ პარტიებში რატომღაც ამ პოტენციალს ვერ იყენებენ აი ეხლა დღეს ალბათ ამაზე უკვე საუბარი გვიანია იმიტომ რომ უკვე რაღაცა ქუჩაში გადადის ყველაფერი და მჭიდაობაზე მაგრამ აი როდესაც ოპოზიციურ პარტიებში თუ ზოგადად პოლიტიკური სპექტრი ვერ იყენებს ამ პოლიტიკური სპექტრი ხო ვერ იყენებს ამ პოტენციალს თუ გინდათ აი არჩევნები მოდის ხო მოდი რამდენი ვიცი კარგი ესე იგი ეკონომისტი თუ ფინანსისტი მაგალითად რომლებიც ეხლა წარმოიდგინე საქართველოს პატარა კუთხე უზარმაზარ თუ გერმანიან საფრანგეთი აიღო სადაც რაღაც საფინანსო სისტემაში ამისთანა კონკურენტი უნარიან სივრცეში სადაც უცხოეთი ჩამოდიხარ წამყვან პოზიციაზე ხარ და მიმართე იქნებ დაგეხმაროს და რაღაც პროგრამა დაგიწეროს ან ჯანდაცვის განათლების რაღაცა ეკონომიკური განვითარების პარტიულ სიებს გადახედეთ აი რომელიმე ემიგრანტი თუ 1-2-ლა ხო არა და ფანტასტიკური ხალხი არის ხო ეს რაღაცა ეს ამის ათვისება მგონია რომ შესაძლებელია მომავალში და ეხლაც და მეორე აი როგორ გითხრათ კიდევ ხო ალბათ ფინანსური აი არც არავინ არ მოსულა იცი და არ უთქვია რომ აი მაგალითად რა გაინტერესებთ თქვენ რა გაწუხებთ ეხლა ემიგრანტებს თქვენ ქვეყნებში და რითი შემიძლია ჩვენი პროგრამი დაგეხმაროთ რომ აი ბევრს უდგას მაგალითად ეხლა ისეთ ასაკში მივდივარ უკვე პენსიაზე ვფიქრობ ხო და ეხლა საქართველოს რო შემოსულიყო ევროკავშირში რაღაცა ის ჩემი ნაშრომი საქართველოში რაღაცა აქ ჩამეთვლებოდა და ეხლა ისე უყურებ ისე მიდის საქმე რომ შეიძლება არ მოხდეს და ეს მე როგორც ადამიანს დამაზარალებს იგივე ჩემი მეუღლე აქ დიდი ხანია წამყვან პოზიციებზე ექიმი არის მაგრამ გამოვა რომ ეს თავისი ნაშრომი საქართველოში ეს სწავლის პერიოდი რაღაცა წყალში ჩაეყრება იმიტომ რომ ვიღაცას არ უნდა დათმოს თავისი ძალაუფლება და ამიტომ უნდა რომ ეს რაღაცა საზღვრები დატოვოს ამ ევროპასთან და არ შემოვიდეს ქვეყანა და დაარღვიოს ის რაც კონსტიტუციაში გვიწერია და იქამდე მიყავთ საქმე ის რომ მესმის რომ აი მოდით ისევ ჩავატაროთ რაღაც გამოკითხვა და იქნებ ვაიძულოთ ეს ქართველები რომ უარი თქვან ამ ევროკავშირში გაერთიანებაზე და დავაშინოთ როგორმე ამ რუსეთით და ესე და ესე. მგონია რომ ეგ პოტენციალი უფრო მეტად არის გამოსაყენებელი და ასეც იქნება მგონია, იმიტომ რომ ადამიანები უკვე ხვდებიან ვინც აქ ცხოვრობენ რომ სახში რო აგზავნიან საქართველოში და თავის ახლობლებს რო და ოჯახის წევრებს რო ეხმარებიან, უნდათ რომ ის ადამიანები კარგად ცხოვრობდნენ იქ ღირსეულად და ხო როგორ შეიძლება ახლა მე ავსტრიაში ვცხოვრობდე და ჩემთან ზეთი და კარგი ვიდრე საქართველოში, აი წარმოუდგენელია. აი როგორ შეიძლება, როდესაც აქ 4ჯერ და 10ჯერ მეტი ხელფასებია, საშუალო ხელფასი რო აიღო, ნუ უტრირებულია, მაგრამ 2ჯერ 3ჯერ ნამდვილად მეტი არის. ხო, როგორ შეიძლება ამის დაშვება?
დავით, მიმდინარე პროცესები, პოლიტიკური პროცესების გამო და უმთავრესად და მთავრად მართველი გუნდის, ხო, ქართული ოცნების მიერ წარმოვებული პოლიტიკის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება უვიზო რეჟიმის შენარჩუნების საკითხი. მიმდინარეობს უკვე განხილვები, ასევე არის არგუმენტები, რატომ უნდა შეუწყვიტონ საქართველოს უვიზო რეჟიმი, იმიტომ რომ მისი ხელისუფლება არ ასრულებს იმ პირობებს, იმ შეთანხმებებს, რომლებიც უკვე დადებულია და მეორე რატომ არ უნდა შეუწყვიტონ საქართველოს უვიზო რეჟიმი, იმიტომ რომ გარდა ხელისუფლებისა ეს ქართული ხალხის მონაპოვარია, ხო, ამდენი წლის განმავლობაში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, როდესაც პოლიტიკური სპექტრი ესა თუ ის პარტია ამა თუ იმ ხელისუფლების დროს ამბობდა, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპული, საზოგადოება ამას მხარს უჭერდა. რამდენად სერიოზული არის საფრთხე, რომ საქართველოს შეიძლება უვიზო რეჟიმი დაკარგოს და რამდენად დიდი დანაკარგი იქნება შენი შეფასებით ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ცირა, ჩემთვის იქნება, პირადად ჩემთვის იქნება ეს კატასტროფა. იმიტომ რომ ეგრე გამოდის, რომ შესაძლოა ისეთი ვითარება დადგეს, რომ მე ჩემს სამშობლოში ვეღარ ჩამოვიდე, ან ძალ გამიჭირდეს. ეხლა მაგალითად, ჩემი ერთი შვილი საქართველოშია, მეორე გერმანიაშია, იქ მუშაობს და ცხოვრობს. ხო, კატასტროფა იქნება, ესე იგი ეს ოჯახები ისევ ეს რკინის ფარდა ხო გვინდა, ეს ხო გავიარეთ, ეს კატასტროფა იქნება, ეს არანაირად არ უნდა დაუშვათ ეს. იცით რა, ევროპა მარტო ხო შვებულებაში წასვლა არ არის და ქალაქის დათვალიერება, ხო, ეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი არის, ეს არის სტუდენტებისთვის კარგი განათლება, ეს არის რაღაცა ცოდნის ცენტრებიდან რესურსების მიღება და განვითარება, ხო, რამდენი პრობლემა გვაქვს მედიცინაში, განათლებაში თუ სოციალურ იმაში, ხო, იქ მაგალითებია, სადაც შეიძლება ამ ცოდნის წამოღება და ველოსიპედის თავიდან არ გამოგონება, ჩვენ ეს გვჭირდება, სხვანაირად არ გამოიცით რა, ჩინეთის შორსა რუსეთი ომშია ჩაბმული და სვიეთი იქნება, იქ განვითარებას 10 წლეულებიან ნუელოდებით შეუძლებელი იქნება ეს. ეს არის იქ ორმოში და წყდიაჩი ჩაყოლა და უზარმაზარი ბაზარია ევროპა, ხო? ჩინეთსაც საქართველოს იმიტომ აინტერესებს, რომ ეს ევროპაშია გზა. თავისი პროდუქციის იქ გატანა უნდა და როგორ გამოდის ეს ჩვენ რატო გამოურბივართ? აი, ნონსენსია რაღაცა. მთელი მსოფლიო აქ მოდის, რომ მიიღოს განათლება, რაღაცა ისწავლოს, წამოიღოს აქედან განვითარდეს და რატომღაც რაღაცა ადამიანები ჯგუფია და რაღაცა არ ვიცი, რაღაცა არგუმენტებს იძახიან და რაღაცა შიშებს ნერგავენ და სისულელენ. ერთ-ერთი ესეთი ფსევდო არგუმენტი, რომელსაც პროპაგანდა აქტიურად იყენებს, არის კულტურული სხვაობა, რომ ქართველები ჩვენ სხვა კულტურის ხალხი ვართ, ხოლო ევროპაში სხვა კულტურის ხალხია და ისეთი კულტურის ხალხი, რომელიც ჩვენ კულტურას ერთი გაანადგურებს, არ გაუფრთხილდება და დაგვაკარგვინებს იდენტობას. რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს შენი შეფასებით ადამიანის, რომელიც ამდენი წელია ცხოვრობს ევროპაში. იცი რა, მგონია რომ იმ ადამიანებსაც კი ვინც ამას ლაპარაკობენ, ამის არ ჯერათ. სისულელე ხა აიღეთ. მაგრამ ცდილობენ სხვა დააჯერონ. ესპანელი აიღეთ, ვინც ართო ესპანელობა, აბა ან იტალიელი, ან ბერძენი აიღეთ, რომელს ართო ეს თავისი ეროვნული ღირსება, მისი კულტურა არ ვითარდება თუ როგორ, პირიქით ხდება, ხო? და პირიქით საქართველოს სახელობა უფრო და უფრო წინ მიდის, ხო? აქ ახლა ჩვენ ქალაქში, მაგალითად დვენაში 4 ეს არის ქართული რესტორანია და ადამიანები მოდიან, უყვართ იქ, მოდიან ჩვენ ტრადიციებს ეცნობიან, აინტერესებთ, მე ჩამოდიან, ხო? მარტო რესტორანზე ხო არ არის ადამიანები რაღაცა მიდის ეს თვითმყოფადობა აინტერესებთ და უყვართ აქ ამას აფასებენ პირიქით ეს ზუსტად ეს სივრცე არის სადაც ეს იმპერიული ისენი გადავიდა უკან და ეს თვითმყოფადობა არის წინ და ყვავის და ვითარდება ამას ეხმარებიან 1000 პროგრამაა ხო ამის სწავლა შეიძლება გადმოღება მე მანამდე ვენამდე ვინსბრუკში ვცხოვრობდი მთიანი რეგიონია ძალზე საქართველოს სხვა შორის ვინსბრუკი თბილისთანაა დაძმობილებული ხო ჩვენ გავთ ჩვენ ეს რეგიონი ხო ბორჯღალო გვაქვს ერთნაირი ბოლო ძველ სახლებში ამოტვიფრულია ხო როგორ ეხმარებიან იქ მთას რა გზებია გაყვანილი ხიდები რო სოფლის მეურნეობა როგორ განვითარებული რას ამბობთ პირიქით საოცნებო უნდა გადმოვიღოთ ეს ყველაფერი ჩვენ და განმოვითაროთ და შევინარჩუნოთ ჩვენი რასაკვირველია
და შენც ხო გესმის რომ ზუსტად კონკურენციაში მე შენი ძლიერი მხარეები ჩანს ხო და იმას უფრო გამოაჩენ და უფრო დახვეწ რაღაც ცუდი არის და არ ვარგა დატოვებ ამ წარსულში და წინ წახვალ ეს არის მგონია ბევრმა ქვეყანამ ესე გააკეთა იმ რა ვიცი აი თუ ვინმე სარჯერა შეხედეთ რუმინეთმა თავისი საერთო ეროვნული პროდუქტი როგორ გაზარდა პოლონეთმა ბოლო წლებში რა პროგრესი მიაღწია აი ზუსტი მაგალითები აბა ვკითხეთ ახლა პოლონეთმა როგორ დაკარგა ახლა პოლონელობა ერთ-ერთი ძლიერი ეკლესია იგი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო თუ ამაზეა საუბარი დავით საუბრის თემები ძალიან ბევრი შეიძლება იყოს მაგრამ ჩემი გამოცდილებით უკვე ჩვენი მაყურებელიც გადაჩვეული არის საკმაოდ ისეთი მოცულობითი შინაარსის მოსმენას ამიტომ მე ვეცდები რომ მაქსიმალურად მოკლედ მიუხედავად იმისა რომ ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი ეხო წები ის რაც ჩემ ფიქრობ რაც შეიძლება მე მეკითხა ან რაც შეიძლება დარჩა საქმე რა არის რომ მიმართო მაყურებელს რაზე უნდა გაამახვილონ ახლა ყურადღება საქართველოს მოქალაქეებმა რას არ უნდა მიაქციონ ყურადღება და რას უნდა ვეცადოთ ყველა ერთად რა არის ის მთავარი რაც რამაც უნდა გაგვაერთიანოს და ის მთავარი ერთად უნდა მივახციოთ იმ თავს დიდი მადლობა მე რომ საშუალება მომეცა რომ ფართო აუდიტორიას მივმართო ერთი რაც მე მგონი ყველაზე მთავარია რადგანაც ერთ-ერთი თემა ხომ მზია საკითხი იყო ხო მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია დამოუკიდებელი მრავალფეროვანი რომელიც ერთმანეთს ალბათ გააწონასწორებს რადგანაც და გამოავლენს იმ პრობლემებს ხო გჭირდება ჩვენ ეს მაყურებელი როგორც ამბობენ ეს watchdog-ი რომელიც უყურებს ამ ხელისუფლებას რომ მაგან შეცდომები არ დაუშვას ეს კორექტივები შეიტანოს სხვადასხვა ჯგუფების აზრი გამოიკვეთოს რაღაცა დიალოგი შედგეს და რაღაცა აზრამდე მივიდეთ საიტკენ მივდივართ როგორ ვითარდებით და მეორე არის იცით აქედან ეხა ბევრი დეტალი არ ჩანს და ბოდიში მინდა მოვიხადო, იმიტომ რომ მე ვიცი როგორ ჟურნალისტი როცა საქართველოში ვიყავი და მუშაობდი, ეგეთი შეგრძნება მქონდა რომ ვიზახდი რომ ტალღაზე ვარ, ანუ ვიცი რა ხდება და ასე თუ ისე მესმის ბევრი დეტალი, რატომ ასე თუ ის მოვლენებშია და აქედან ცოტა ესეთი როგორი ფართო სურათი ჩანს რა და ძალზე არ მინდა რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს ყველაფერი. იმიტომ რომ ჩვენ ისეთი ძალიან პატიმოყვარე ადამიანები ვართ საქართველოში და დიდი ხანი ვერ პატიობთ მე ერთმანეთს. რადგან მგონია რომ ეხლაც კი ეს 90-იანების ეს სამოქალაქო დაპირისპირების და ომის ისენი მოყვება ეხლა და ეხლაც ამ დაპირისპირებაში ვარ და ვერ პატიობთ იმ წარსულს და დაღუპულ მეგობრებს, მაგრამ რაღაცნაირად უნდა გადავლახოთ ეს თავი და უდიდესი პასუხისგებლობა ეხლა არის ხელისუფლებაზე რომ ეს არ დაუშვას. არ დაუშვას რომ ის პატარა ბიჭები დღეს ვინც ქუჩაში არიან გადაიქცნენ მეომრებად. მაგათ ვერ აჯობებ მე რა. ჩვენ ვნახეთ ერთხელ ეს რაში გადაიზარდა. მადლობა დავით. ძალიან დიდი მადლობა შენი დროისთვის. თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს, თავისუფლება და სოლიდარობა სინდისის ყველა პატიმარს. კარგად. ნახვამდის.